გადაფორმებაზე მივდივარ უკვე. ივანი გიბრუნდებათ. ჩვენი ივანები ჩვენთან არის. ბიჭო, მაგრამ მაინტერესებს. Taking shots at the enemy. I'm gonna make it to the top, leave a legacy. If I got something to say, you better let me speak. Turn it up a new degree, bitch, you ain't seen anything. I pop off with the new rock, electronic, blow the sonic roof up. დღეს მე თქვენ გაჩვენებთ ჩემ ახალ პიპიას. მოკლედ, ეს ავტომობილი არის 2014 წლიანი Ford Escape 2.0 turbo 4-wheel drive titanium მოდელი. ცოტა პატარა სახელია ხო თქვენ ასიტყვით. ნახოთ თუ როგორი აჩქარება აქვს. აუ არა მიდის რა იდოში. როგორ დაადის? გონია რომ მარშრუტკაში ვზივარ. როგორ მომწონს და საერთოდ რას ვაპირებ ამ მანქანით. დამიჯერეთ ძალიან ბევრი მაგარი ვიდეო გელოდებათ აი ამ მანქანის საშუალებით. და ამის შემდეგ ვიდეოს ვფიქრობ რომ ბაბუასთან ერთად ღوار გავტესტოთ ჩემი Ford Escape და შევადაროთ Foresters. გონი კაი იდეა იქნება. ამიტომ ბევრი ლაიქი გვინდა, მინიმუმ 1000 ლაიქი ველოდები ამ ვიდეოზე. რა თქმა უნდა, მთავარი რასაც შეამჩნევდით არის ის რომ ეს არის SUV კატეგორია, ნუ უფრო crossover-ი. მაგრამ საკმაოდ მაღალია რომ დავფიქრეთ. აი გაჩვენებთ რამდენად მაღალია. რო რამე თავისუფლად შეიძლება მე აქ შევწვე. ხო არა, წვეთში მართლა შემიძლია. ვიზუალურად თავიდანვე გეტყვით რომ აღთვალებული არ ვიყავი და არც ახლა ვარ. მაგრამ ნენელა დაუმუღამე, ხო, მით უმეტეს აი შავი ფერი რაღაც ესეთ გარემოში, აი რაღაც მეტყევე მანქანა გეგონება ადამიანს, მაგრამ რეალურად ესე არ არის. ეს მანქანა უფრო გათვლილია გზებისთვის, მცირე უგზოობისთვისაც და ესეთი მარტივი რაღაცებისთვის. მაგრამ კარგად იცით რომ მე ესე მარტივად არ ვაცხოვრებ ჩემ მანქანას. მანქანა იმისთვის გვინდა რომ გამოვიყევოთ, იმისთვის გვინდა რომ ვიაროთ, სადაც გაგვისწორდება და როგორც გაგვისწორდება. მე ვიყავი აი ესეთ გზაზე ასული. სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ავედი, იმიტომ რომ შემეწოდა ავტომობილს ჩვეულებრივად შეეძლო ბოლომდე ასულიყო ამ გზაზე. უბრალოდ მე მართლა გული დამწყდებოდა რომ რამე მოსვლოდა. არ გავრისკე, იმიტომ რომ დღეს არის მეოთხე დღე რაც ეს მანქანა მყავს, მაგრამ ამ 4 დღეში მინიმუმ 500 კილომეტრი უკვე გავატარე. გორში ვიყავი, ბორჯომში ვიყავი, არაერთხელ, ორ-ორჯერ მინიმუმ ყველგან ვიყავი. ხაშურში ხო ვაფშე დავიკალი ყველაფერი და სურამიც რა თქმა უნდა. ერთი ძალიან მარტივად უნდა ვთქვათ, რომ შვენიერი მანქანა. ძალიან მომწონს და ვიცი რომ თქვენ ძალიან შეგაყვარებთ ამ ავტომობილს. ბევრმა იცოდა რომ უნდა მეყიდო Forester. რეალურად მართლა ეგ იყო გეგმაშია. მაგრამ ის Foresteri რომელიც ნაპოვნი მყავდა სამწუხაროდ გამოდგა ცუდი. დაზიანებული, ძრავი ხონდა დაზიანებული, მადლობა ღმერთს და გაცილებით უკეთესი ავტომობილი ვიყიდე. TikTok-ზე ძალიან დიდი ჰაიპი დავატრიალე, თუ რა მანქანა არის მეთქი, ბევრს კითხე, მაგრამ ზუსტი პასუხი ძალიან ცოტამ დასვა, ბოლოს ლაივში ვაჩვენე ხალხს, იმიტომ რომ მეთქი, რა ვიცი, ნახომ ბოლო-ბოლო თქო. ზოგადად Ford Escape-ები გამოდიან 1.5 ძრავით, ტურბინირებული, 2.5 ძრავით, ატმოსფერული და ყველაზე top of the range, ანუ იმენა დონე არის ეს 2.0 turbo 240 ცხენი 1800 კილომდე, საკმაოდ სწრაფი. მე და ML350 დავდექით და საკმაოდ კარგი კონკურენცია გაუწია. ნუ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ორჯერ უფრო ნაკლები ღირს ეს ავტომობილი ვიდრე ML-ი, ძალიან კაი მანქანა. და წვაც არ აქვს, რაღაც კატასტროფული. მოდი ახლა მაგას თავი გავანებოთ და გარეგან ვიზუალს შევავლოთ თვალე. ცხვირი არ არის რაღაც განსაკუთრებულად აგრესიული ან სპორტული, მე ეს პოლირებაზე მყავს მისაყვანი უეჭველი, მაგრამ აი ეს კაპოტი მომწონს რაღაცნაირად. Forester-მა დაკარგა, ახალმა Forester-მა ის თავისი ნიშა, რაც ქონდა, ეს ამოწეული intake ჰაერიც ძალიან მაგარი იყო და ეგ არ მომწონს. და ამ მანქანას რაღაც ეს დამევასა, რომ აი ესე ხაზები აქვს ჩამოსმული. დანარჩენ ყველაფერი სტანდარტული, ვერ ვიტყვი რომ რაღაც გრანდიოზული მანქანაა. Daytime running lights-ები აქვს. ეს არის აი ახლა ვეგაჩვენებთ. აი ეს პატარა თეთრი ზოლები. ძალიან ლამაზია, მე მომეწონა ეს თეთრი ზოლები. ხო, წინიდან ნორმალური, არაფრით გამორჩეული ავტომობილი არაა. გვერდიდანაც რო გითხრათ რომ პირს დააღებთ და გოგოებს დაკერავთ და ვაუ ეს რა მანქანით გაიძრო, არა. არა. ძალიან ნორმალური, ლამაზი მანქანა. ნუ ლამაზია, მახინჯი არ არის ყოველ შემთხვევაში.
კამერაში ჩანს თითქოს ეს ავტომობილი იყოს კვერცხი. მართლა კვერცხის ფორმა აქვს. ეგეთი არ არის. რეალობაში ვაფშე სხვა. ვიდეოებში რო უყურებდი, ვაფშე არ მომწონდა, მაგრამ რეალურად რო შევხედე, რო დავინახე და რო შევიგრძენი, ვაფშე სხვა ემოციას ტოვებს. აგრეთვე უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ ესენი მომწონს ძალიან. დისკები ლამაზი აქვს. არები იღება საკმაოდ გრძლად, ასე ვთქვათ. რავი, აქ თუ ვერ შეეტია ვინმე, არ ვიცი ძმაო, ის არც არის ჩასაჯენი მანქანაში და ამავდროულად უკანაც იგივე თემა. აქ თუ ვინმე ვერ ეტევა, ცუდათას, თითქმის 90 გრადუსზე იღება უკან. ნორმალურზე ოდნავ უკეთესია ჩემი აზრით. რეალურად უნდა შეაფასოთ რეალობაში, თორე კამერიდან ვერ მიხვდებით როგორი ვიზუალის არის ავტომობილი და ახლა გადავიდეთ უკან. რო ვთქვა, რომ აი პირი უნდა დააღოთ და დატკბეთკო, არა. მსგავსი არაფერი. ორი ვიხლობი, ცოტა სპორტული ვიზუალის რომ იყოს, ხომ გესმით არა, ეხა სპორტული მანქანები გვიყვარს საქართველოში. ეს ულვაშია, ეს თვალებია. პატარა კატა გეჩითება. მართლა, რო დაუმუღამო კატას ყავს. საბარგული იღება ელექტრონულად. 2014 წლისთვის არ არის ცუდი ოფცია Ford-ისგან. ეს რო იყოს Mercedes-ი, ოკეი, მაგრამ Ford-ია. და რაც ყველაზე მთავარია, უყურეთ, ჯიბე ჩავიდე და ეს დამევასა. ბევრი ვერ აკეთებს ამას და რატო არ ვიცი. ძმა. დღევანდელი ვიდეოს სპონსორია JET-ი. თუ გადმოწერთ JET-ის აპლიკაციას, შეგიძლიათ შეიყვანოთ ეს კოდი და დასაჩუქრდებით 5 ლარიანი ვაუჩერი სრულიად უფასოდ. როგორი თემა? კაც ჩაეტევა რა. კაი ზომა, მართლა მაგარი ზომა, ჩვეულებრივად დაეტევა კაცი. დახურვა შეგიძლია როგორც ფეხით, ისევე თითით. რითი დავხურო თქვენ მითხარით? თითით დავხურავ ახლა. ანუ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს მანქანა არის მახინჯი. მე ვამბობდი, მე მართლა ვამბობდი, სურათებიდან ვამბობდი. მაგრამ რეალურად საერთოდ სხვა რაღაცა ხდება რა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ავტომობილს ზუსტად ისე შეგაყვარებთ, როგორც შეგაყვარეთ მაგალითად Ford Escape და Toyota Camry. ძალიან მაგარი მანქანაა, ძალიან ასე ვთქვათ, დაჩაგრული მანქანაა ქართულ ავტობაზარზე და ძალიან ცუდი community ყავს. ძალიან ცუდი. კითხვა რომ მქონდა ავტომობილზე, აი ბიჭო გადამთელეს. ზოგადად, რა თქმა უნდა, 1-2 კაი ტიპიც იყო, რა თქმა უნდა, ყველას 90%-ს არ ვამბობ, მაგრამ ბიჭო, მე ვინც შემხვდა ძალიან ესე ვთქვათ, მეკაიფასავით და სხვებსაც ეკაიფებდნენ, კითხვებს უსვამდნენ და რავი, ბიჭო, Ford Escape-ს ატარებ, შენც ახლა Rolls-Royce არ გედგეს სახში რა. ზოგი მართლა ჯიგრულად მოგვიდგა გულში ხართ, ვინც ეგრე ქენით და ვინც გაგვებლატავეთ და დაჟე პოსტები დამიწერეს მე მაგაზე, პოსტი დამიწერათ, იმიტომ რომ მანქანა რო არიცი. რავი, ხა ესეც არ მყავდეს Ferrari, რო Ferrari-ზე რამე არ ვიცოდე. წადი რა. მოდი ახლა ჩავჯდეთ და გავიგოთ რას ფიქრობს ივანა შიგნიდან. სივრცე იდეალური, პირდაპირ ვამბობ. კარგი ზომაა, მემორი აქვს, ეგ დამევასა, აი მაგალითად, მემორიზე რა შემიძლია გაჩვენოთ. მესამე არის ჩემი chill პოზა, თუ სწორად მახსოვს. არ არის chill პოზა, პირველი ხო არ არის? პირველია, ცოტა, უნდა მიწვე და მეორეზე დავაყენე off-road პოზა. რო უგზოობაზე რო კარგად დავინახო ყველაფერი. რა ვიცი, ესეთი შეხედულება მაქვს, რომ ეს კაი ვარიანტებია. ხო, მემორისიცი დამევასა, ანუ სავარძლები რომ მემორიზეა და იმახსოვრებს პოზას, ძალიან მაგარია, 3 მემორი. შენი ცოლი, შენი შვილი. მეტი, ვინ უნდა ჩასვა მანქანაში ეგრე ხშირად და სარკეებსაც გისწორებს, რა თქმა უნდა. საჭეს არ გისწორებს, მაგრამ Ford-ია რა გჭირს, ახლა ესეც არ ღირდეს 40,000. იაფი მანქანა, ძალიან კაი მანქანაა. Sony-ს აუდიო სისტემა მაგარი, პანორამა ჭერი მომეწონა ძალიან. აი, პანორამა მაგრა გაასწორა, ძალიან დამევასა. სატოლების შესანახი, როგორც სხვა მანქანებზე. ესეც კაი დიდი ზომისაა და ეგეც გამისწორდა. 4-ვე შუშა შეგიძლია თითის დაწყაპებით ჩაუშვა და ამოუშვა. ეგ ფუნქცია ბევრ მანქანას არ აქვს 4-ვეზე. ამ კლასში, ამ სეგმენტში, ამ ფასში არ აქვს, თორე რა თქმა უნდა, მაღალდონის ავტომობილებს გაცილებით უკეთესი ფუნქციები აქვს. სავარძლის გათბობა აქვს, ხელის მუხრუჭი აქვს, მექანიკური. ელექტრონული უფრო საკაიფო იქნებოდა ალბათ, მაგრამ მგონი ბევრს ვითხოვ. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ვენტი აქვს.
ვენტილაცია რომ მოახდინოს, მაგრამ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 აქ მარტო წინ 14 15 უკან რა ამბავია ეკრანი ძალიან მაგარია პროგრამულად Microsoft-მა იმუშავა ამაზე და იდეალურია აუდიო სისტემა Sony აქ უიდეალურესია ბიჭო ძალიან მაგარი მანქანა ტახომეტრის სპიდომეტრი ჩვეულებრივი ვიზუალურად ეს პატარა ეკრანები ძალიან ლამაზია კარგი გამოსახულება აქვს მართლა ეგ არის აი ძირითადად მეტი ამ მანქანაში რაღაც გრანდიო პარკინგ კონტროლი აქვს და თავისით აპარკინგებს დამეთანხმებით რომ ეს არ არის რაღაც პატარა ნუ ეხლა თავისით რო ავტომობილი აპარკინგებს მაგარია ეს დამევასა რომ აი გვიჩვენებს რომ რაღაცას ხო არ ვედებიან რამე აი ბიჭო თუ დებილი არ ხარ აღარ უნდა შეეტაკო არაფერს ბოლო დონის იდიოტი უნდა იყო ჩამოყალიბებული სუფთა ადამიანი უნდა იყო რომ რამენაირად კიდე შეასწრე რამეს სარკე აქვს თავისით რო იბურება კარგია თავისით რო ანათებს კიდე ეგეც კარგია BSM სისტემა აქვს სხვათა შორის ავტომობილი რო გიახლოვდება გინთებს მაგარია ნუ რა თქმა უნდა ხა პარკინგ კონტროლი აქვს და რაღაცა და BSM-იც აქვს საჭე აქვს გადატენილი ღილაკებით და საჭე ცოტა უხარისხოა და რბილი მატერია არის გამოყენებული ერთადერთი ეს არ მომწონს ცენტრი აი ძალიან ხმაურა ეს აქ დიდი ზომის შიგნით ბევრი რაღაც ჩაეტევა ღამე ანათებს უიდეალურესად ანუ აი ამით შეგიძლია აკონტროლო და აი ძალიან მაგარია მე რასაც წვალობ ხოლმე რომ ჩემ მანქანებში დავაყენო ის ამას ქარხნულად მოყვება 2014 წელს ბრავო ფორდ კლიმატ კონტროლი აქვს dual zone ანუ მე თუ მინდა ცივი მექნება აქეთ თუ უნდა თბილი ექნება და უკანაც აქვს სხვათა შორის კლიმატ კონტროლი და უკან თუ უნდა ვაფშე რა ვიცი პროსტა ნიავს დაუბერავენ ძალიან ნუ მაგაზე უკანო გადავართ მე ვიპარკოთ რავი ხო წინ ამე დაგვჭა მე საჭესთანაც სტარებასაც გაჩვენებთ რა თქმა უნდა ეხა აბა ეგ სხვანაირად ხოლმე და წვასაც გეტყვით იმიტომ რომ ეხა 240 ცხენი აქვს და კაი 240 ცხენი აქვს და ცოტა საწვავს მარტივად რო ვთქვათ, მაგრამ არა უშავს, არც ბევრს არ წვავს. წინა სავარძელი ბოლომდეა მოწეული და სიმართლე გითხრათ, ძალიან ცუდად ვზივარ, ანუ ესე კატასტროფულად ვინ მოწია. ხო, ეს არ მომეწონა, ძალიან ცუდად ვზივარ. სხვათა შორის შუქები აქვს ძალიან ლამაზი კიდე. ანუ აქ აქვს ჩვეულებრივი შტებცელი. შტებცელი აქვს მანქანას. კი ძალიან მიჭეჭყილი ვარ, მაგრამ ჩახუთულად დავგზნობ თავს პანორამის ხარჯზე. პანორამა არის ძალიან მაგარი რაღაც, ძალიან დამევასა რა. ეხა როგორ გითხრათ, მაგრა გაასწორა. უკან ბევრს ვეღარ ვილაპარაკებთ. შევეშვათ ღლაბუც, შევეშვათ ამ სისულელეებს და წავიდეთ, გავატაროთ და გავიგოთ როგორ დადის. მაგრამ მაგას თავი გავანებოთ. არხი გამოიწერეთ მანამდე და მერე წავა. გამოიწერე, წავედით. მოდი ჩემო ძმებო, ლომებო, ერთგულებო, დავლანჩოთ ეხა ერთად. ერთ წამით. შენი ბიჭო მომენტებში ისეთი კაი წაღება აქვს და რამდენზე ვართ არ ვიცი, ვერ ვხედავ. თქვენ კი დაინახეთ, მე ვერაფერი ვერ დავინახე. ახლა მე ვაპირებ რომ წავიდე ბორჯომში, ბორჯომზე მინდა რომ გავტესტო ეს მანქანა ჩვენი და ამავდროულად მინდა გითხრათ სხვა რამდენი ექნება. მოდი დავარესტარტოთ ძალიანად წვის სისტემა. აი მოდი ერთ წამს შეიძლება ჩემო ოპერატორი აი აქ შევახედოთ. ყურეთ, დავარესტარტოთ და ნახოთ ბორჯომში რო ჩავალ. ცოტა ადამიანური ტარებით და არა ბაბუასნაირი ტარებით. რამდენ ლიტრაზე ავალ. არების თვალსაზრისით სხვა რა ვთქვა ახლა, ნუ ძალიან კომფორტულია, კარგად დადის. თან ანუ არეალიც დიდი მაქვს და სხვათა შორის ეს მემორი დამევასა ძალიან რა, იმიტომ რომ უცბად მაგალითად თუ მომინდა რომ აი რაღაც სერიოზულად დილას მევდივარ და აუ გაჩერებული უნდა იყო, ეგ არ ვიცოდი. გაჩერებული უნდა იყო თურმე რომ ჩართო მემორი. აქ მანქანას იმისი უნარი და საშუალება რომ ცოტა სპორტულად ატარო. და ეხლა დაგიმტკიცებთ. ყურეთ. ხანდახან მოვიწყდება ხოლმე რომ ძალიან ჩქარია. ანუ ოპერატორო რას ვფიქრობ, კარგია, ხო? კი. ხო, ანუ აჩქარება საკმაოდ ნორმალურად და 9 ლიტრამდე აგვივიდა წვა ეგრევე. აუდიო სისტემა მომეწონა, ძალიან Sony-ს აუდიო სისტემა. კარგი იყო ყველანაირად და ეკრანი ძალიან კარგი ზომის აქვს. ანუ იმენა კომპიუტერია რა და ეგ გამისწორდა ძალიან.
ეს ვიჩაკი ცოტა არ მომწონს, იმიტომ რომ მგონია რომ მარშრუტკაში ვზივარ. არა, ჯამში მაგასაც თავისი მუღამი აქვს, რა მარშრუტკის ვოლი ვარ. სხვათა შორის ეს აქვს ძალიან დიდი ზომის. ანუ იმენა მაგარი ზომის აქვს. ზისგან მაგრა დაგიცავს, სათვალის ჩასადები აქვს. კაი პონტია. ეს პანორამა ჭერი რომ გავშალოთ, და მოდი გავშალოთ, ხა რატომაც არა. აუ საკაიფო რაღაცაა აიდოქში რა პანორამა ჭერი ძალიან დამევასა, იმიტომ რომ აი ვიზუალურად მაინც მანქანას უფრო ისეთ ხდის რა, ანუ უფრო რა. საჭეთს რბილი აქვს და სხვათა შორის მოსახულებში დგას ძალიან კარგად და აი მაგან გამაუგნა ყველაზე მეტად. რბილიც არის და მოსახულებში მაგრაც დგას. ანუ ძალიან მაგარი კომბინაციაა. სპორტ რეჟიმი აქვს, რომელიც გამოყენებაც არ ვიცი და ტიპტრონიკ რეჟიმი და ტიპტრონიკი აი აქ რო აქ ცოტა სისულელე მგონია. თუ ტიპტრონიკი ან უნდა ჩამოაგდური ჩაგი და ისე ატარო, ან საჭესთან უნდა ქონდეს რა, ანუ სხვა ვარიანტს ვერ განვიხილავ მე უბრალოდ. ამ წამს ვსვავთ 8.9 ლიტრს 100 კილომეტრზე. იმედი მაქვს, როგორც Camry შეგაყვარეთ, ისე შეგაყვარებთ ამ მანქანასაც, იმიტომ რომ აი მე ძალიან მომწონს უკვე რა. Просто უხურეთ რა. შემიკაი. ბიჭო არა მომენტებში აიმენა. ოპა, ავედით 8 წვაზე მეგობრებო. ეს მარტივად. ძალიან მაგარი გასწრაფება აქვს რა. ასწრაფებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ან ისეთი შეგრძნება არ მქონია ამ მანქანაზე, რომ ვინმეს გადასწრება მჭირდება და ვერ გადავასწრებ, ან რაიმე მაგდაგვარი. ამავდროულად მოსახვევში მაგრა დგას, ანუ ბორჯომის გზაზე, იმიტომ არ გაგრას რომ მოსახვევები გავტესტო, იმიტომ რომ ვინც ბორჯომის გზაზე ოდესმე ნამყოფი ხართ, იცით რომ პატარა მოსახვევები არ არის, კაი მოსახვევები გიწევს ხოლმე და ავტომობილი ძალიან მდგრადად დგას. ერთი ის არის პრობლემა, რომ ტყავის სავარძლები სლიპინაა ზოგადად და შეიძლება ცოტა მოგაცუროს, მიგაცუროს, თუ მგზავრი ხარ მანქანაში, მაგრამ როგორც მე მართავ და არსად არ მასრიალებს, იმიტომ რომ რავი, საჭეს ვეჭიდები და ბედნიერად დავდივარ. ხო რა, ეგეთი რაღაც არის 8.1-ზე ჩამოვედით უკვე. მოკლედ, სტანდარტულად 40-დან 70 კილომეტრამდე დავდივარ ახლა რა. თავისი აჩხარებებით, ნუ მომენტში უფრო მაღალიცებ, მაგალითად წეღან და რავი, არ წვავს ცუდად, რო ვთქვათ. შვენიერი მანქანაა რა. გეგმების შეცვლის გამო ბორჯომისკენ ვეღარ წავედით, მაგრამ საშუალო წვა მაინც გაჩვენოთ. აი ესე გამოიყურება კონდიციონერით, რა თქმა უნდა, ჩართული ნორმალურ ტემპერატურას. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ და რა ვიცი, აი მართლა ძალიან მომწონს რა, ანუ დაჟე Camry-ს ვერ შევეჩვიე იმ დონეზე და ისე სწრაფად როგორც ამას შევეჩვიე. ეს არის საერთოდ სხვა. აი რავი, აი საჩემო ტიპია რა. მე მჭირდება ზუსტად თუნდაც ვიდეოებისთვის ისეთი ტიპი მყავდეს გვერდით, რომელიც იქაც ამიყვანს. იქაც ამიყვანს და იქითაც ამიყვანს. ხვდებით, ანუ ამ მანქანას ეგ შეუძლია. ნუ ეხა რაღაც ჯანდაბაში ვერ წაგიყვანთ, მაგრამ მაგას არც უნდა ელოდოთ ჩემი აზრით. ეს მანქანა არის იმისთვის, რომ პატარა უგზოობაზე შეძლოს გაგატაროთ რა და არა, რავი, რაღაც ჯანდაბაში. როგორც ხედავთ, სწორი გზა ვიპოვე და მოდი ოდნავ გაგორებულზე ვცადოთ. ჩავაჭერ 3, 2, 1. აუ, არა მიდის რა იდოში. პროსტა ცუდაბაროტებზე იდგა ძალიან. ამ მანქანას თქვენ ძალიან ბევრჯერ იხირავთ, ამ ნომრებსაც. თუ ავტო აქსესუარების მაღაზია ან რამე ეგეთი მიყურებთ და გინდათ რომ რაიმე მაჩუქოთ, კი ბატონო, მობზანდით და TikTok-ზეც იქნება, YouTube-ზეც გამოჩნდება ხოლმე თქვენი ნაჩუქარი რაღაცეები და რავი, რატომაც არა, ხო? კაი ტიპია, ამ წამს ამას მხოლოდ ერთადერთი ჭირდება ამის პოლირება, იმიტომ რომ ვიზუალურად ეს არ მომწონს. მეტი არაფერი. ყველაფერი არის ზეიდეალურად, ჩემი წინა მანქანისგან განსხვავებით. და მგონი დიდი აპგრეიდი გავაკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მანქანის. ეგ იყო დღევანდელი ჩვენი ვიდეო. ძალიან დიდი მედებს ვამყარებ, რომ მოგეწონათ ვიდეოც და მანქანაც, იმიტომ რომ ვიდეოების ბევრი იქნება და მანქანაც ბევრჯერ იქნება და შესაბამისად იმედი მაქვს, რომ დალაიქებთ ვიდეოს, არხს გამოიწერთ და რა თქმა უნდა, თუ ავალთ 1000 ლაიქზე, ბაბუაც გაგვიტესტავს მანქანას და თავის აზრებს გაგვანდობს თუ რას ფიქრობს. ღირს თუ არა ჩემი Ford Escape 2.0 turbo 4-wheel drive
automatic 2000 years later. Titanium panoramic roof trim. ხო, ეს არის ამის სრული კომპლექტაციის დასახელება. ეკობუსტი გამოვჭა. კოცნით გეხოვით გეალერსებით და იმედია მალე შევხვდებით და მალე შევხვდებით ამ ლამას მასაც. მოდი ახლა მე წავალ და დანარჩენი თქვენიც თვლებო. კაკრას ერთი ლაუნჯი არ გაგვიკეთებია ადგილიდან, ხო? ვარა წაღება აქ. იმენა გიჟი წაღება აქ. იმედია კამერა არ გადმოვაგდეთ.